ზოგადად თევზი არ მიყვარს, მაგრამ შემწვარ მოივაზე გვიჟდები, როცა არის ახალი შემწვარი ხრაშუნა. ეხა გაგიზიარებ ჩემებულ რეცეპტს, ცოტა უცნაურია, მაგრამ გემრიელია. ავიღოთ ფქვილი, დავუმატოთ მარილი, წითელი პაპრიკა, თეთრი პირპილი და სვანური მარილი. დიახ, სვანური მარილი, იმიტომ რომ ძალიან უხდება. კარგად მოურიოთ ფქვილი, ამოვავლოთ ფქვილში თევზი. აი ესე მეგობრებო, კარგად. პაპრიკა დავამატე იმის გამო, რომ ფერი ქონდეს ლამაზი. და თევზი ეხლა შევწვათ კარგად გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან ოქროსფერ კანამდე, სანამ თევზი არ იქნება მზად. ერთი თხოვნა მექნება ჩემ მაყურებელთან, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. დაწერეთ კომენტარებში რა კერძი მოვამზადო, აუცილებლად გადავიღებ. ეხლა გადავიდეთ თევზის გასინჯვაზე. ტყემალი უხდება, ძალიან მაგრამ ტყემალი არ მქონდა, ლიმნის წვენი გავწურე და ეგრე მივირთვი. გამოვიდა უგემრიელესი, მეგობრებო.